გაგაცნოთ ძლიერი საქართველოს ლელოს საგანგებო განცხადება. რეგიონში არსებული გეოპოლიტიკური არასტაბილურობისა და მიმდინარე კონფლიქტების ფონზე ქართული ოცნების დეკლარირებულად იზოლაციონისტური და მასზე დაყრდნობილი ანტიეროვნული, ანტიდასავლური პოლიტიკა საქართველოს საფრთხის წინაშე აყენებს. ანაკლის ღრმაწლოვანი პორტის პროექტი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის მსგავსად ერთადერთი მასშტაბური იდეაა, რომელიც შეერთებული შტატების და პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ გაცხადებულ სტრატეგიულ პრიორიტეტებთან სრულ თანხვედრაშია. ამ პროექტისადმი შტატების ინტერესი არ შენელებულა. სწორედ ანაკლის პორტს შეუძლია ითამაშოს გარდამტეხი როლი შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების, ეკონომიკისა და ენერგეტიკული წყაროების დივერსიფიკაციის მიმართულებით. საქართველოში რეალური მშვიდობის დაცვისთვის საჭიროა, რომ ანაკლის პორტის სტატუსი განისაზღვროს როგორც ეროვნული მნიშვნელობის სტრატეგიული ობიექტი. სწორედ ამიტომ საჭიროა ანაკლის პროექტის რეალური განხორციელება და არა იმიტირებული პროცესი. ანაკლი არ არის მხოლოდ პორტი, ეს არის საქართველოს ეროვნული გეოპოლიტიკური არჩევანი და ეს არჩევანი ქართველმა ხალხმა უკვე გააკეთა. არსებობს ქვეყნის ინტერესები, რომელიც ყველაფერზე მაღლა დგას. ანაკლიას სწორედ ასეთი ინტერესია საქართველოსთვის. ანაკლის პროექტის განსახორციელებლად დღეს სახელმწიფო შემდეგ პოლიტიკურ ნაბიჯებს უნდა დგამდეს და უნდა იძლეოდეს საჯარო მკაფიო ვალდებულებებს. ანაკლის ღრმაწლოვანი პორტის პროექტი უნდა გამოცხადდეს ნომერ 1 ეროვნულ პრიორიტეტად. პროექტში წამყვანი როლი უნდა მიანიჭოს ამერიკულ და ტრანსატლანტიკურ ფინანსურ ინსტიტუტებს. ანაკლის პორტი უნდა გამოცხადდეს ეროვნული მნიშვნელობის სტრატეგიულ ობიექტად. პროექტში არ უნდა იყოს ისეთი სტრუქტურების დომინაცია, რომლებიც დაკავშირებულია რუსეთის ან ჩინეთის სახელმწიფო ინტერესებთან. ანაკლის პროექტი და ყველა დაკავშირებული ხელშეკრულება უნდა იყოს საჯარო, რათა არ დავუშვათ, რაც მოხდა არაბული ყალბი ინვესტიციების შემთხვევაში. სომხეთ-აზერბაიჯანის შეთანხმების შემდეგ ამიერკავკასიაში გაჩნდა უმნიშვნელოვანესი სატრანზიტო გზა, რომელსაც ეწოდა ტრამპის გზა. ამ გზამ ვერ უნდა აუაროს გვერდი საქართველოს. ამის განხორციელება კი შესაძლებელია მხოლოდ ანაკლის პორტის აშენებით, რაც იქნება ტრამპის გზის ლოგიკური გაგრძელება. მიმართავთ ყველა ჩართულ მხარეს ანაკლის პორტს დაერქვას პრეზიდენტ ტრამპის სახელი და ის გახდეს ტრამპის გზის კარიბჭე დასავლური სამყაროსთვის, რაც მოგვიტანს უსაფრთხოებას, დასავლურ ინვესტიციებს და ეკონომიკურ აღმავლობას. ჩვენი პოლიტიკური გუნდი მზად არის ახლაც და ხელისუფლებაში მოსვლისთანავე უზრუნველყოს ყველა ამ პირობის შესრულება. სწორედ ძლიერი საქართველოს ლელოს აქვს კონკრეტული გეგმა და გამოცდილება, რომელიც უზრუნველყოფს ამ პორტის სწრაფად აშენებას და მასთან ერთად ანაკლიას სითის განვითარებას, რომელიც შექმნის 10,000 სამუშაო ადგილს საქართველოსთვის. ჩვენ ვხედავთ, რომ კიდევ ერთხელ გაიხსნა შესაძლებლობის ფანჯარა და არ უნდა მივცეთ ივანიშვილის კორუმპირებულ ჩინოვნიკებს კიდევ ერთხელ ჩააგდონ ეს დიდი იდეა. ძლიერი საქართველოს ლელო იყო, არის და რჩება ანაკლის პროექტის მთავარ მხარდამჭერად. ანაკლია სჭირდება ქვეყანას, ანაკლია სჭირდება ქართულ ხალხს და ანაკლია აუცილებლად აშენდება.